Saხედita mamisata dadzisata dadzmindisa sulisata ჩვენთან არის ღმერთი დღეს 60 ქულოს წინ ითქვა წარდგომა უფალმა ძალი ერთსათვის მოსცეს უფალმა ნაკურთხოს ერთვის მშვიდობით აი ეს ორი სანუკვარი თხოვნა ჩვენი ძალა და მშვიდობა მაგრამ თუ ძალა ღვთის არ იქნა არ იქნება მშვიდობაც თუ ღმერთი სწავლობს ადამიანს მშვიდობაც იქნება სიხარულით სიყვარულით ერთგული ადამიანების გეყოლება მაგრამ ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა დაიმსახუროს თავისი შრომით აი დღევანდელ დღეს ეწოდება ხორციელი კვირიაჭე და სახარებაში წერია რომ დღევანდელი დღის სახარებაში წერია რომ უფალი მეორედ მოსვლის ჟამს გახყოფს ხალხს როგორც ყოფს წყემსი თხებსა და ცხვარსა როგორც ყოფს მარჯვნივ და მარცხნივ და აი მარჯვნივ დგომთა ეტყვის მოვედით ჩემ და კურთხეულმა მამისა ჩემისანა მე ვიყავი მშიერი და თქვენ მომესით მე საჭმელი მე ვიყავი მწყურვალი და თქვენ მასვით მე ვიყავი ამამყოფი და თქვენ მომხედეთ მე ვიყავი საპყრობილეში და თქვენ მოხვედით ჩემთან და ეს ხალხი ეტყვის როდის გიხილეთ შენ ამ მშიერი ან მწყურვალი ან ციხეში ან სამამყოფოში და მაცხოვარი ბრძანებს რაც გაუკეთეთ ადამიანს ის გამიკეთეთ მე ასევე მიმართავს მარცხნივ დგომთა მაგრამ სრულიად საწინააღმდეგოს ეუბნება რომ მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ და ასე შემდეგ ისინი არიან დასჯილნი და ღმერთმა ინებოს რომ არც ერთი ადამიანი არ იყოს მარცხენა მხარეს ღმერთმა ინებოს რომ სრულიად საქართველო ყოველი ქართველი და მთელი მსოფლიო ღვთის წყალობით ღირსი გახდეს მარჯვენა მხარესა სასუფეველისა გუშინ იყო ხორციელი ანაშვილი ხორციელი შაბათი და ჩვენ გავაგზავნეთ საჭმელი ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და იმათ უთქვამს
კიდევ კარგი ვიღაცას ვახსოვართო. იმათ ეგონა რომ არავის აღარ ახსოვთ ეს საცოდავი ადამიანები, ფსიქიურად დაავადებული ადამიანები. ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ უფალმა მოხდა ჩვენ სახი გონება. მე მithქვავს თქვენთვის, რომ იყო ასეთი შემთხვევა, მოძღვარი მიდიოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და იქ ესაუბრებოდა ხალხს, ავადმყოფებს. ერთი ქალბატონი ყოფილა, რომელიც დრო და დროც უნდა ხდებოდა და ხანდახან გამოდიოდა ამ მძიმე მდგომარეობიდან. და როცა იყო გამოსული და იყო სახი გონების მქონე, ეუბნება მოძღვარს, მამაო, თქვენ მადლობას ეუბნებით თუ არა ღმერთს, რომ ღმერთმა მოგცათ თქვენ სახი გონებაო. და ის მოძღვარი ამბობს, მეო შევშინდიო, არადროს მადლობა არ მithქვავს უფლისათვის და ეხლა ყოველდღე ამას ვამბობო. აი ჩვენც ყოველდღე უნდა ვმადლობდეთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. არის მრავალი გზა, რომელიც მიდის სასუფეველში. ეს არის ლოცვა, ეს არის სულიერი მოღვაწეობა, მაგრამ ყველაზე იოლი არის კეთილი საქმე. როცა ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს გაჭირვებული ადამიანისათვის, აი ამ სიკეთეს, ამ მოწყალებას პირდაპირ მიჰყავს ადამიანი სასუფეველში. და ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ არც ერთი დღე არ დაღამდეს ისე, რომ რაღაც სიკეთე არ გავაკეთოთ გაჭირებულთათვის. ღმერთმა მოგცეს ჩვენ მადლი და ძალა, რომ დავინახოთ გაჭირებული ადამიანი, დავინახოთ და დავეხმაროთ მას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ლოცვა და ჩვენ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება. ყოველ დღე წმინდა სამების ტაძარში აქ იქნება პარაკლისი. და იმე გეტყვით, რომელი პარაკლისები იქნება. კვირას იქნება პარაკლისი წმინდა სამების მსოფლიოსათვის. თქვენ იცით, რამდენად არეულია მთელი მსოფლიო. მსოფლიოს მშვიდობისათვის და კეთილდღეობისათვის. დღეს კვირა არის და დღეს ჩვენ ვერ შევძლებთ ამის შესრულებას, იმიტომ რომ დღეს არის ნათლობა
ინათლება ბავშვები 420 ბავშვი ინათლება დღეს უკვე 14,000-ზე მეტი ბავშვია ჩენი ნათლული ღმერთმა დალოცოს და გაამრავლოს და ასე რომ მომავალ კვირა დღეებში საღამოს 7 საათზე იქნება პარაკლისი წმინდა სამების მსოფლიოს კეთილდღეობისათვის. ორშაბათს წმინდა სამების პარაკლისი საქართველოსათვის, საქართველოს კეთილდღეობისათვის, საქართველოს გადარჩენისათვის. მე ვეცდები, რომ ამ პარაკლისზე აუცილებლად მე ვიყო. ასე რომ მთელი ცხედათბილისის სამღვდელოება უნდა მოიდეს ამ დღეს და შევსთხოვოთ უფალს წყალობამის. სამშაბათს კიდევ წმინდა სამების პარაკლისი ბავშვებისათვის. ასე რომ სამშაბათს ბავშვების დღე იქნება და უნდა მოიყვანოთ ბავშვები და დავლოცოთ. ოთხშაბათს ეს ყველაფერი დაიწყება 7 საათზე საღამოს. ოთხშაბათს ჯვრის პარაკლისი ავადმყოფებისათვის. ვინც ავადმყოფია იმათვის ვილოცებთ ჩვენ ოთხშაბათს. ხუთშაბათს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი. ეკლესიის კეთილდღეობისა და ერის მშვიდობისათვის. პარასკევს ყოველთა წმინდათა პარაკლისი. ერისა და ეკლესიის და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. და შაბათს ყოველ შაბათს იქნება დიდი პანაშვიდი მიცვალებულთათვის. ეს იქნება კედელზე გამოკრული და თქვენ ნახავთ ამას. დღეს ბედნიერი დღეა და ჩვენ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება. სახელითა, მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ისტორიულ მეცნიერების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით 10 მარტი 2013 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. აქსიოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრ აკადემიკოსი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ეთერ ქემერტელიძე ჩვენს ქვეყანაში ფარმაკოლოგიის და ფარმაციის ფიტოთერაპიისა და ბიოორგანული ქიმიის განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით 10 მარტი 2013 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ახსიოს დღეს ჯილდოვდებიან სასულიერო პირები დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი ეკლესიაში მრავალი წლის სამსახურისათვის დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. ახსიოს დეკანოზი გიორგი შალამბერიძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. ახსიოს დეკანოზი ბესარიონ ხვისტანი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. ახსიოს დეკანოზი თეოდორე ვასილაია დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. ახსიოს დღეს მისი უწმინდესობის სახელით ილოცებიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ასევე საქართველოს უმაღლესი სასწავლებელთა თვითმმართველობანი და სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისია. ღმერთმა დაალოცოს და გაახაროს. დღეს ლოცავთ შემდეგ გვარებს. რიჟამაძეები, ყალიჩავები, ჩოფიკაშვილები, ბობოხიძეები, თამაზაშვილები, გუგავები, ნატროშვილები, თათამაძეები, გოქაძეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ჩვენის გეგრძელობით, წინამძღოლობით და ლოცვით. შეგახსენებთ, რომ დღეს 5 ნახევარზე დაიწყება ნათლობა. მოინათლება 420 ბავშვი და მე თვითონ მოვალ და დავლოცავ ჩემ ნათლულებს. დავლოცვილი იყავით ჩვენთან არს ღმერთი.